აი ეს კრიტიკული მინერალები, რაც მე ჩამოთვალე მათ შორის, ასევე კობალტი. ესენი არიან კონცენტრირებული შედარებით მცირე რაოდენობა ქვეყნებში. და თუ კი ვთქვათ, რომელიღაცა ქვეყანა აპირებს თავის განახლებადი ენერგიის მძლავრად განვითარებას, ან ევროკავშირი აპირებს, ხო? მან ან უნდა შემოიტანოს ჩინური დანადგარები, ან თუ თავისას აპირებს, მაშინ უნდა შემოიშოვოს ეს კრიტიკული მინერალები, როგორც გითხარით, ერთ-ერთი ინტერესი ევროკავშირისა ცენტრალური აზიისადმი არის სწორედ აი ამ კრიტიკული მინერალებთან დაკავშირებული. ჩინეთი ამ მიმართულებით არის ერთ-ერთი უდაო ლიდერი. მან ორი რამე, ერთია თვითონ ნედლეულის მისი მადნის მოპოვება და მეორე გადამამუშავება. აი კობალტის თვალსაზრისით, თუ კი ჩინეთს აკონტროლებს სადღაც მადნის მოპოვების 65%-ს. მათ შორის კონგოში არის, იმაში აფრიკაში. ხო და გადამუშავებული მადნის წარმოებაში უკვე 80%-ია მსოფლიოსი. აი ეს მარტო ერთი გლობალურ ბაზარზე მარტო ჩინეთის პოზიცია არის. შესაბამისად, მას აქვს ესეთი წამყვანი პოზიციები ასევე სხვა მინერალებში, ახლა ცოტა ძნელია მათი ყველასი ჩამოსვლა. ლითიუმში შედარებით ნაკლები, ავსტრალიას აქვს დიდი წილი და ასე შემდეგ. აი ამ მინერალებთან მისაწვდომობა არის საფუძველი უკვე ახალი ენერგეტიკული ეკონომიკის განვითარებისა, მათ შორის მოხმარების მხარეს, აკუმულატორებს ჭირდება ნიკელი, გრაფიტი, როგორც გითხარით, ჭირდება ისენი, რა ქვია, ლითიუმი, როგორც ერთ-ერთი. აი ამაზე ხელმისაწვდომობა არის დიდი კონკურენციის საგანი და ხდება უკვე.